გამარჯობა, მე ვარ დინა და თქვენ უყურებთ Billboard საქართველოს. Billboard-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავლენიანი ამერიკული მუსიკალური გამოცემაა, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გამოდის, მათ შორის საქართველოში. მეკითხვაში ორჯერ გიყვებით ქართულ და უცხოურ მუსიკალურ ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეების შესახებ, რომელზეც Billboard საქართველოს ჟურნალისტები მუშაობენ. მუსიკის ავტორიტეტულმა გლობალურმა მედია პლატფორმა Billboard-მა თავისი პირველი ფრანგული გამოცემა წარადგინა. პროექტი ოფიციალურად 2025 წლის 13 თებერვალს გაეშვა. Billboard France თანამშრომლობს So Press-თან, გამომცემლობასთან, რომელიც ისეთი გავლენიანი გამოცემების უკან დგას, როგორებიცაა Society და Soul Food. ამგვარად Billboard France მიზნად ისახავს ფრანგული მუსიკალური სცენის გლობალურ მასშტაბზე წარმოჩენას. Billboard France ულის ჰენესი, ნიკოლა ბოდუენი და ტარეკ ბრიტელი ხელმძღვანელობენ. გამოცემა მნიშვნელოვანი ციფრული პლატფორმა გახდება, რომელიც აუდიტორიას მუსიკალური ინდუსტრიისა და სხვა კრეატიული სფეროების სიღრმისეულ ანალიზს შესთავაზებს. 2 მარტს ჰამბურგში ქართველი არტისტების კონცერტი გაიმართება. როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ღონისძიება ერთგვარი სოლიდარობაა საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. კონცერტი 3 აქცია და საქართველოსა და გერმანიაში მცხოვრებ ქართულ მუსიკოსებს აერთიანებს. სცენაზე წარდგებიან მეს მონტაჟ თორნიკე მარგველაშვილი, ლიზა კერესელიძე, ნინი ნუცუბიძე და სალომე ჯიჯეიშვილი, რეზო და გიორგი კიკნაძეები. საღამოს მიზანია თანხის შეგროვება, რომელიც გადაეცემა მაუწყებელს, მედიას, რომელიც აძლიერებს სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოში. ასევე გსურს მხარი დაუჭიროთ უსამართლობის შედეგად დაზარალებულ არტისტებს, ვკითხულობთ კონცერტის აღწერაში. თემურიკო დიასამიძე ახალ კომპოზიციას აქვეყნებს სახელწოდებით ტრანსკავკასია, რომელიც მისი და ბექა გოჩიაშვილის ერთობლივი ნამუშევარია. როგორც ავტორმა Billboard საქართველოსთან საუბარში აღნიშნა, ნაწარმოების თავდაპირველი ვერსია რამდენიმე წლის წინ შეიქმნა, შთაგონების წყაროდ კი ფრანკ დიდ ბებიასთან მისი პირადი საუბრის ჩანაწერი იქცა. კომპოზიცია სხვადასხვა ჟანრის მიქსს მოიცავს. თქვენ კი შეგიძლიათ ტრეკი ტრანსკავკასია მუსიკალურ პლატფორმებზე იხილოთ. გიორგი გიგაშვილი Steinway-ის არტისტი გახდა. როგორც პროგრამის აღწერაში ვკითხულობთ, Steinway-ის არტისტი საპატიო წოდებაა, რომელიც მხოლოდ თავისი დროის საუკეთესო პიანისტებს ენიჭება. მათგან ყველა ირჩევს უსასყიდლოდ და ექსკლუზიურად დაუკრას Steinway-ზე და ჰქონდეს Steinway-ის საკუთარი ინსტრუმენტი. Steinway and Sons ყველა ჟანრისა და თაობის პიანისტებს აღიარებს. ამ დრომდე ეს წოდება 2000-ზე მეტ წამყვან პიანისტს აქვს მინიჭებული. მათ შორის არიან მართა არგერიხი, ბილი ჯოელი, დაიანა კროლი და ფრანც ლისტიც კი. ჩემთვის Steinway მხოლოდ ინსტრუმენტი არ არის. ის არის ჩემი პარტნიორი და საშუალება, რომელსაც ჩემი ხელოვნება იმ სამყაროში აღყავს, რომელიც სხვა ყველაფრისგან ხელშეუხებელია. მე არა მხოლოდ ვუკრავ, არამედ ვქმნი. ვკითხულობთ გიორგი გიგაშვილის ციტატას Steinway and Sons-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. მუსიკოსმა ლიზი გოზალიშვილმა სინგლის სახელწოდებით Chaos გამოუშვა. ინგლისურენოვანი სიმღერა საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და არტისტის თქმით ის ერთგვარი საპროტესტო გზავნილია, რომელიც შეუპოვრობის, სიბრაზისა და სიმამაცის შესახებ გვიყვება და ხმას უსამართლობის წინააღმდეგ იმაღლებს. სინგლის გამოსვლასთან ერთად 7 თებერვალს ლიზი გოზალიშვილმა სოლო კონცერტი გამართა გერმანიის ქალაქ ბონში, სადაც ახალ სიმღერასთან ერთად მომღერალმა სხვა საავტორო სიმღერებით შეასრულა. ლუკა თოფურიამ და მიშო ურუშაძემ ერთობლივ ალბომზე იმუშავეს. Good Morning Neighbors ასე ჰქვია დაანონსებულ ალბომს, რომლის პრეზენტაცია ამსტერდამში შედგება. ლუკა თოფურია Billboard Georgia's ალბომის შესახებ ესაუბრა და ახლა შეგვიძლია ვიხილოთ ვიდეო. მე და მიშო ურუშაძემ ვიმუშავეთ ალბომზე სახელწოდებით Good Morning Neighbors, რომელიც გამოვა დაახლოებით გაზაფხულისკენ. დაახლოებით 5-6 წლის წინ გავიცანი მიშო ურუშაძე, ბექა გოჩიაშვილის ლაივზე უკრავდა და მალევე მოვხვდი მიშოსთან სახლში, სადაც ბუნებრივია, რომ ჩავწერეთ ტრეკი ერთად. და იმდენად კომფორტული აღმოჩნდა საბედნიეროდ ორივესთვის ეს ერთმანეთთან მუშაობა და ერთი საქმის კეთება, რომ გადავწყვიტეთ, რომ თავისით მოხდა ისე, რომ ბევრი ტრეკი დაგვიგროვდა, თან პანდემიის პერიოდი დაიწყო მალევე და საშუალება დრო ჰქონდა და ვიკრიბებოდით ძალიან ხშირად, თითქმის ყოველდღე და ჩავწერეთ ეს ალბომი, რომელიც გამოვა ძალიან მალე, სუსტი რიცხვი არ ვიცი, მაგრამ მალე გამოვა. და ყველაზე მეტად ის მომწონს ამ ალბომში, რაც შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც ერთი კონკრეტული ჟანრი არ არის. არის რაღაც ფანკიც, ფიუჟენიც, ჰაუსიც, ჯაზიც. და ესეთი მრავალფეროვანი ალბომია და რაღაც გვიხარია ორივეს. მიშო
ამ ყველაფერთან ერთად რომ კომფორტული ერთად მუშაობა და რაღაც გემოვნებაში ისე დავემთხვიეთ, რომ ჩავწერეთ ჩემი ტრეკები და დაუტოვე მიშოს. მიშო წავიდა ამსტერდამში, იქ ცხოვრობს. და იქ ისეთი პროდაქშენი გაუკეთა და ესე უჩემოთ, ანუ დისტანციურად ისეთ ადამიანებს და არტისტებს და ჩააწერინა კიდევ ამ ჩემ ალბომზე თავიანთი რაღაც სხვადასხვა ვარიაციები, რომ აი ზუსტად ვიცი, რომ იქ რო ყოფილიყავი, მეც აი ისე მომეწონებოდა, როგორც აიღო მიშამ თავის თავზე და ამაში ძალიან დიდი მადლობელი ვარ მიშოს და დიდ მადლობას ვუხდით. სამომავლო გეგმები არის სამ ალბომის პრეზენტაცია გვექნება ამსტერდამში. დაახლოებით გაზაფხულზე, ეგეც როცა გამოვა ალბომი. და შემდეგ ვაპირებ ნიუ-იორკში წასვლას და იქაც ჩემ მეგობრებთან ერთად რამდენიმე კონცერტის ჩატარებას. დღეისათვის სულ ეს იყო. მე კი შეგახსენებთ, რომ მუსიკის სფეროში მიმდინარე ყველა სიახლეს ჩვენს ვებგვერდზე billboard.com/j-ზე შეგიძლიათ გაეცნოთ, ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ გამოყვეთ Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. მე ვარ დინა და გემშვიდობებით 2 კვირით. ნახვამდის.